ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებსა და დედაქალაქის რაიონებში ერთდროულად მართავდნენ შეხვედრებს. პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგია და პროგრამის პრიორიტეტები მათ ამორჩეულს პირისპირ გააცნეს. სამართლიანი ტარიფების შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გეგმები დღეს ინგა გრიგოლიამ გლდანის მოსახლეობას გააცნო. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეხვედრებს ავჭალაში მართავდა. გრიგოლიამ ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამაზეც ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება მაჟორიტარობის კანდიდატმა სოციალურ საკითხებს დაუთმო. ხალხს არ აქვს წამლის ფული, არ აქვს დენის გადასახდელი ფული, არ აქვს წყლის გადასახდელი ფული, ტარიფები უზომოდ გაბერილია. ეს არის ზუსტად იგივე პრობლემები, რა პრობლემებიც აქვს ქვეყანაში ნებისმიერ წერტილში ჩვენს მოსახლეობას. შეხვედრებს მართავდა დღეს ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონშიც. ჯაბა სამუშია მეტრო ნაძალადევთან შეკრებილ მოსახლეობას პარტიის სატარიფო პოლიტიკაზე ესაუბრა. გადასახადები წყალზე, გადასახადები დენზე, გადასახადები დასუფთავების გადასახადი, გაზის გადასახადი. ეს ყველაფერი ერთიანობაში იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტი მიდის გადასახადებში. ბრძანიცის რაიონში კი შეხვედრები ზაზა გაბუნიამ გამართა. 9 აპრილის პარკში ის ამომრჩეველს შეხვდა. მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აქცენტი დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა, რომელიც საწარმოებში ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას ეხება. მეუპირდები მათ ახალგაზრდების დასაქმების კვოტირების სისტემით, მეუპირდები მათ იმას, რომ ისინი აღარ იცხოვრებენ ავარიული სახლების და გაუმართავის ანიაღო ქსელების პირობებში, მეუპირდები მათ, რომ ყველა მათგანს ექნება ჯანდაცვა ხელმისაწვდომით. საარჩევნო პროგრამას აცნობდა მაგდა ანიკაშვილი დღეს სამგორის მოსახლეობასაც. ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს შეხვდა და წინასაარჩევნოდ ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის წინაშე დააყენებენ. სამგორელების უდიდესი ნაწილი არის დაუსაქმებელი და რაც მთავარია, ყველა ოჯახი შიშით ელოდება თვის ბოლოს, როდესაც მიიღებს კომუნალური გადასახადების ქვითრებს. ქრისტიან-დემოკრატები დღეს ქუთაისშიც მართავდნენ შეხვედრებს. გიორგი ახვლედიანი გუმათის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. აქ 32 ოჯახი ყოფილი ინტერნატის შენობაში ცხოვრობს. დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საცხოვრებელ პირობებს 1%-ითაც არ შეეფერება ის არსებული რეალობა, რომელშიც ცხოვრობს 100-ზე მეტი დევნილი აი ამ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში. აი აქ ცხოვრება 20 წელიწადის უკვე ამ ადამიანებისთვის არის კატორღა და ამ ადამიანებისთვის არის სასჯელი. დამატებით იმისა, რაც მათ დევნილობით დაატყდა თავს. დევნილების პრობლემების დეტალურად გაცნობის შემდეგ გიორგი ახვლედიანი მათ საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდა.